აქტიურად მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი, მოგეხსენებათ, რომ უკვე ექსპორტირებული არის 20,000 ტონაზე მეტი და მიღებულია $12 მილიონი შემოსავალი. არასტანდარტულის ნაწილში სუბსიდირება გაკეთა $4 მილიონი უკვე. ჯამში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ სრულად მოსავალი იყოს დაბინავებული. ამას კოორდინაციას, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება უწევს, თუმცა აქტიურად თანაშრომლობს ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის, რომ სრულად იყოს მოსავალი დაბინავებული, საფრთხე არ შეექმნას, ექსპორტი იყოს შესაბამისად გაზრდილი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ მიუხედავად დიდი მოსავლისა, რომელიც წლევანდელ წელს აღინიშნებოდა, დაბინავების ნაწილი იყოს სრულად უზრუნველყოფილი. ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია, ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის დღევანდელი დღის მდგომარეობით ექსპორტირებულია საქართველოსდან 20,000 ტონაზე მეტი ციტრუსი, დაახლოებით $12 მილიონამდე არის ქვეყანაში შემოსავალი ციტრუსის ექსპორტიდან. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, რაც შეეხება რეალიზაციის მმართველობას. გარდა ამისა, ჩვენთან ადგილობრივად ორ საწარმოში, საკონსერვო ქარხნებში მიმდინარეობს ციტრუსის გადამუშავება. ამ დრომდე გადამუშავებულია დაახლოებით 12,000 ტონამდე ციტრუსი, ეს არის არასტანდარტულის მიმართულება, სადაც მოსახლეობაზე სუბსიდიის სახით გაცემულია $4 მილიონი ოდენობით თანხა ეს დღევანდელი მდგომარეობით. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ჩვენ ველოდებით ზრდად მაჩვენებლებს, ყოველდღიურად სტაბილურად მიმდინარეობს აქტიურად პროცესი, როგორც ციტრუსის მიღება ჩაბარების, ასევე წინა საახალწლო დღეებში გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებლებიც და ამ მიმართულებით პოზიტიური დინამიკა. ყოველწლიურად ციტრუსის სეზონი ხასიათდება ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების სტაბილური დინამიკით. საწყის ეტაპზე ეს იყო დაახლოებით ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავება, როგორც მოგეხსენებათ, წელს არის მაღალი მაჩვენებელი ციტრუსის მოსავლიანობის, ეს არის გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი, 60,000 ტონაზე მეტი, რაც უხმოსავლიან სეზონს ნიშნავს და შესაბამისად დიდ რაოდენობიდან გამომდინარე პროცესი შედარებით სტაბილურად მიმდინარეობს. ჩვენ ჩართული ვართ მაქსიმალურად, საკოორდინაციო შტაბი ჩართულია, გვაქვს კომუნიკაცია როგორც მიმღებ-ჩამბარებელ პუნქტებთან, აგრეთვე საწარმოებთან და მოსახლეობასთან იმისათვის, რომ ეს დიდი მოსავალი მაქსიმალურად მოკლე დროში დავაბინავოთ და უზრუნველყოთ, ხელი შეუწყოთ როგორც არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავებას, აგრეთვე სტანდარტული ციტრუსის რეალიზაცია ლოჯისტიკის მიმართულებით. ციტრუსის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. ესე იგი, არის ძალიან ჭარბი მოსავალია, სარსამდებთან შედარებით. ვიბარებთ სტანდარტულსა და არასტანდარტულ მანდარინსაც. ესე იგი, სტანდარტული მანდარინი ჩავიბარეთ 500 ტონაზე მეტი, არასტანდარტული ჩავიბარეთ 3,500 ტონაზე მეტი. ჩვეულებრივად მიდის ნორმალურად პროცესი. სუბსიდიას ვადლებთ 40 წეთს, ფერმერს უხდით 40 წეთს. როდანიკ მაყოფილია ჩვენთან რიგები არ არის. წელს კარგი მოსავალი იყო შედარებით წინა წლებთან, ხარისხიც კარგი იყო, რაოდენობაც დიდი იყო, დაახლოებით 10 ტონა ციტრუსი უკვე ჩავაბარე, მოუკრიფე. გავყიდე კარგ ფასში შედარებით წინა წლებთან დაკავშირებით, არასტანდარტულიც კარგად ჩავაბარე და დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. თანდათანობით ყოველწლიურად უმჯობესდება ციტრუსის ჩაბარება და დამუშავება. არასტანდარტული მანდარინი თითქმის ყველა მოსახლე ყრიდა. დღეს უკვე შეგვიძლია მოვიტანოთ და ჩავაბაროთ 40 თეთრი ღირს არასტანდარტული მანდარინი. ეს ძალიან კარგია და ძალიან დიდი შეხავათია ყველა ფერმერისთვის ალბათ, არა მარტო ჩემთვის, ყველასათვის დიდი შეხავათია.